პროგრესის მიღწევისთვის კუნთი უნდა ავარჯიშოთ კვირაში ერთხელ. ეს არ არის სწორი. ჩვენ ვიცით, რომ დათებვის მერე ხდება კუნთის აღდგენა. ჩვენ ვიცით, რომ პატარა კუნთებისთვის ჭირდება 24 საათი, საშუალო კუნთებისთვის 48, დიდი კუნთებისთვის 33 საათი. ამ დროს ხდება ორგანიზმის პროცესი, კუნთი ხრებას სუპერკომპენსაციას იმისთვის, რომ შემდეგი ვარჯიში პროდუქტიულად ვარჯიშოს. თუ გადასვიდებით ამ საათებს, თქვათ 4 დღე, 5, 6, 7 დღე გავა და დაიწყებთ ვარჯიშს, მაშინ პროგრესი არ იქნება. ტონუსი უკვე გავარდნილია, ინტენსიურობა ვარდება და ცუდად მოხდეთ ეს უკვე პროგრესისთვის. ეს უნდა გაითვალისწინოთ. ამიტომ კუნთი უნდა ავარჯიშოთ არანაკლებ კვირაში ორჯერ. თუ გინდათ შედეგი გქონდეთ. მეორე გასვენება მისვლა შორის 3-5 წუთი. ეს არ არის სწორი. თუ ვარჯიშობთ ძალაზე, თქვათ, მისვლაში ავედით. ჭიმავდა ძალას წერთ 1-2 მაშინ კიდე შეიძლება. მაგრამ კუნთოვან მასისთვის არ ვარგებს ეს. კუნთოვანი მასისტი მთავარი ინტენსიურობა. ინტენსიური ვარჯიში. ესე იგი დასვენება მისვლა შორის 1 წუთი, 30 წამით, 15 წამით. გაჩნია რა მეთოდიკას აირჩევთ. და კუნთებისთვის მარტო ძალა არ ყოფნის. კუნთებისთვის საჭიროა კიდევ ძალისმიერი გამძლეობა. მითი მესამე. ბევრი წყალი ვარჯიშის დროს. მე მინახია ბევრჯერ. ყოველ დასვენების დროს მისვლებს შორის სვამენ წყალს. ეს არ არის კარგი. ჯერ ერთი ორგანიზმში გროვდება ზედმეტი წყალი, ორგანიზმი ოპლიანდება, ვარჯიში ხარისხიანად არ მიდის, დატვირთვა გულზე მიდის. ორგანიზმი უნდა აითესოს ეს წყალი, გადის დრო და ვარჯიშის ხარისხი, რა თქმა უნდა, უჩნდება. შეგიძლია დალიოთ, რა თქმა უნდა, 20 წუთში ნახევარსაათში ერთხელ ცოტა უნდა დალიოთ. ჯობია დალიოთ ვარჯიშის წინ, შუა ვარჯიშის წინ, შუა ვარჯიშს ცოტა უნდა დალიოთ. და მერე ვარჯიშის ბოლოს აუცილებლად უნდა დალიოთ წყალი. მაშინ ვარჯიში იქნება პროდუქტიული. მეთქე ვარჯიშის დროს ამინოს იღება. ეს არ არის სწორი. მიიღებთ ამინოს და ხდება ორგანიზმის გადართვა უკვე ამინოს აფეთქებისთვის. ამინო კი არ შევა უჯრედებში. ამინო დაიხარჯება ენერგიაზე. აზრი არ აქვს. კორტიზოლი მაინც მაღალი იქნება და მაინც გააგრძელდება ინტენსიური უჯრედების შლა. მითი მეხუთე. დედლიფტი. ამ კუდარი მიზიდვა. ბევრჯერ მომისმენია, რომ ამბობენ, რომ დედლიფტის დროს მუშაობს ვარდაფრის ბიცეპსიც. არ არის ეს სწორი. სურათზე კარგად ჩანს, რომ მუშაობს მარტო დუნდული. ესე იგი, დუნდული სწევს სხეულს ქვემოდან ზემოთ. ბარჯაფი ამ დროს ასრულებს სტაბილიზაციის დროს და ბარჯაფი არ მუშაობს. ეს დიდი შეცდომა. ბარჯაფის ვარჯიშს თქვენ იცით, რომ რა უნდა ავარჯიშო ბარჯაფი. ესე იგი რა, წვერი უნდა აწევთ
უკან და ზემოთ. აი ეს მისი ფუნქცია. აქ მარტო იწერება, მეტი არაფერი. არ მუშაობს. მუშაობს დუნდული, გაითვალისწინეთ. ბიჭი მეექვსე. 10,000 ნაბიჯი. რას ნიშნავს? რატომ 700 არა? რატომ 1200 არა? ვინ დაადგინა ეს? რა სტანდარტია? ეს არ არის სწორი. არ გინდა თვალოთ, რამდენი ნაბიჯს გავაკეთებთ. მე გირჩევთ, სიარული კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ სიარული უნდა იყოს წუთებით. ჯერ დაიწყეთ 2 წუთით, 20 წუთით, მერე მოუმატეთ 30 წუთით, მერე 40 და ასენაირად კი ბატონო მოუმატეთ. ეს იქნება უფრო შედეგიანია. მითი მეშვიდე. ეგრე წოდებული პლანკა. ბევრჯერ მომესმენია, რომ პლანკა ავითარებს მუცლის უდებს. ეს არ არის სწორი. აქ რა ხდება? ეს არის ჩვეულებრივი იზომეტრიული ვარჯიში, რომელიც საერთოდ კეთდება 8 წამს. მეტი არ შეიძლება არ არის კაი ორგანიზმისთვის. ამ დროს დატვირთვა ხდება დიდი ხერხემალზე, სახრებზე, ორგანიზმი ძალიან დაძაბულია, შეიწოვება ხდება ვენების, კაპილარების, ძალიან ცუდად მოქმედებს გულზე და ტვინზე. პრესი თუ გინდათ განვითაროთ, თქვენ ძალიან კარგად იცით რა ვარჯიში უნდა შეასრულოთ. უნდა მეტი და ხანგრძლივი ვარჯიში პროგრესისთვის. ეს არ არის სწორი. ადამიანი როცა იწყებს ვარჯიშს, ყველაზე პროდუქტიული დრო არის 45-50 წუთი. ვარჯიშის გაგრძელება იწვევს ნელ-ნელა ტესტოსტერონის ვარდნას და კორტიზოლი მაღალია. კორტიზოლი უფრო მაღალი იქნება და უფრო დაიწყებს უჯრედების შლას. ორგანიზმი ამ დროს კი არ ვარჯიშობს, არ წვალობს და არაფერს მომტანი არ არის. შედეგი, რა თქმა უნდა, ვარყოფით.